ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ისინი თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და ადეკვატური ზომების მიღებას აანონსებენ. პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის. წუხვარ მისი ამ არჩევანის გამო, რადგანაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება. იქნება მეტი გაურკვევლობა და პროტექციონიზმის ზრდა. ტარიფები დარტყმას მიაყენებს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხალხი ამას მალე იგრძნობს, მოიმატებს პროდუქტების, მედიკამენტების და ტრანსპორტის ღირებულება, გაიზრდება ინფლაცია. ეს პირველ რიგში საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. ეს მართლაც დიდი ეკონომიკური შეცდომაა შეერთებული შტატებისთვის. ტარიფები გადასახადებია. გადასახადები, რომლებსაც გადაიხდიან ამერიკელი მომხმარებლები, რომლებსაც გადაიხდიან ამერიკული კომპანიები. ეს არ იქნება კარგი ამერიკელებისთვის და ასევე ცუდი იქნება ევროპელებისთვისაც. ჩვენ უნდა უპასუხოთ გადამწყვეტად, მაგრამ ამავე დროს გონივრულად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ შეთანხმებას მოლაპარაკებებზე. გამოცხადებულ ტარიფებს საპასუხო ზომებით შევეწინააღმდეგებით. მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. გველოსადუნი ტარიფების დაწესება არასწორია, რადგანაც ამან შესაძლოა სავაჭრო ომი გამოიწვიოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად, რათა თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი, რომელიც აუცილებლად დაასუსტებს დასავლეთს სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ. ტარიფებს არანაირი ლოგიკა არ აქვს და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძველს. ეს არ არის მეგობრის ქმედება.